ღამემშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს სოციალურ პრობლემებზე მინდა დავიწყო საუბარი, უпростоრად ჩვენი გადაცემა, სწორედ ამ თემით, ამ პრობლემით ესე იგი გავხსნა, იმიტომ რომ სოციალურ თემატიკაზე, სოციალურ პრობლემებზე არასდროს პროტესტი არ გამოგვიხატავს და ალბათ საქართველოს გაქვსოებულ ხელისუფლებას გონია, რომ ეს პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს, არადა პირიქით არის. სულ ახლახანს მე წავიკითხე სოციალურ ქსელში ბატონ გულბად ცხილაძის გამოქვეყნებული წერილი, სადაც ის ხაზს უსვამს, რომ ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო რუსული გაზი, იაფი გაზი, მსოფლიო მიცის რომ რუსული გაზი სხვებთან შედარებით იაფია, მაგრამ ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა. სწორედ ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ მე მოვიწვია ბატონ გულბად ცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. მოგესალმები გულბად. გამარჯობა ხალბატონო. ალბათ თქვენც ჩემნაირად გაინტერესებთ რა არის, რაშია საქმე, ვინაიდან გულბად ცხილაძე არ მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომელიც ხაერზე ლაპარაკობს თუ სერიოზული ინფორმაციას არ ფლობს. და მე დამერწმუნებით, რომ ვინც ვიცით რას ნიშნავს, როცა გათბობას უფრთხილდები, იმიტომ რომ გეშინია ვერ რთავ, ან ძალიან მინიმალურად, ესე იგი დაზოგილად რთავ, იმიტომ რომ დიდია გადასახადი, ცხელ წყალს დაზოგილად ინახა. ეს რა თქმა უნდა ეს თემები ხა მცარელ მაცურებს რო თავი დავანებოთ, ჩვენ ხელისუფლებას არ ესმის, იმიტომ რომ თვითონ კარგად არის ძალიან მოწყობილი მომჯდარი ჩვენზე და საქართველოზე. ამიტომ ეს საკითხი თუ ჩვენ შეგვეძლო რომ რუსული იაფი გაზი მიგვეღო და ეხლა ამ ძვირ გაზზე ვართ, მას რაშია საქმე? და აი ბატონო გულბად, მართლაც არა ხართ თქვენ ის ადამიანი, არ მიეკუთვნებით იმათ რიცხვით, ჰაერზე ისვრის, ხო იცით რუსულად სლავა ნავეჭნი ბრასაით. რა ხდება? ჩვენ გქონდა შანსი რომ რუსული იაფი გაზი მიგვეღო? გმადლობთ ხალბატონო ნინო, რომ აი სოციალურ საკითხებზე ვიწყებთ დღეს საუბარს. მადლობა იმიტომ რომ მართლა იშვიათია შედარებით. ჩვენთვის თავარია იდეა და ხო და ამიტომ ამითი ჩვენ ხელისუფლებას ხელს უწყობთ რომ დაგჭაგოს. რა თქმა უნდა, ახლა რაც შეეხება უშუალოდ გაზი და ფასი, ახლა დღეს ვერ ვიტყვით რომ საქართველო ძვირიან გაზს ყიდულობს აზერბაიჯანში, ის არ არის სოფლიო ფასებთან ახლოსაც კი. თუმცა საქმე რა არის? ჩვენ ვართ მონოპოლისტზე. გადახდა გულბად, არის ძალიან ძვირი, იმიტომ ხო, აი ამაში. მაგას ვამბობ ახლა, დავალაგებ შეძლების დაგვარად, იმიტომ რომ მე არ ვარ ენერგეტიკოსი და არც სტატისტიკოსი, მაგრამ ჩახედული ვარ ასე თუ ისე. და ვიცით ყველამ რომ გვაქვს ჩვენ აზერბაიჯანთან ორი ხელშეკრულება, ერთი არის პირდაპირ დაკავშირებული სატრანზიტო გაზთან და ამ სატრანზიტო გაზიდან რაღაცა წილი არის მუქთი და დანარჩენი არის ფასდაგრებით და დამატებითი რაოდენობები შეგვიძლია აზერბაიჯანში შევისყიდოთ შეღავათიან ფასად, ასეც არის და ახლოვებით საქართველოში მატულობს ასევე გაზის მოხმარებაც და 2.5 მილიარდი კუბური მეტრიდან 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში მერყეობს ეს რაოდენობა მოხმარებული გაზის. და ფასი საშუალოდ რამდენადაც ცნობილია $170 1000 კუბურ მეტრზე. შედარებისთვის ეს ფასი რუსეთსაც შეუძლია უზრუნველყოს, უფრო დაბალი ფასი აქვს მაგალითად სომხეთს, ცოტათ, მაგრამ უფრო დაბალი $165 1000 კუბურ მეტრ გაზზე და ღებულობს ამას სტაბილურად ფიქსირებული გადასახადი არის გაზპრომისაგან. და ამჟამად ის რომ ჩვენ გამოგვდის ახლა რომ გადავთვალოთ 55 თეთრს რო ვიხდით ერთ კუბურში, ხო დოლარიდან მერე დოლარი რო საშუალო გამოვიყვანოთ, გამოდის რომ 170 თუ ყიდულობს 170 აზერბაიჯანში საქართველოს ჩვენ ვიხდით მოსახლეობა $200-ზე მეც, $200-დან $205 1000 კუბურ მეტრში. ხო, რატომ არის ასე გაძვირებული, სად მიდის ეს გაზი, ფასწარმოქმნა როგორია, არაფერი ჩვენ არ ვიცით. ისევე როგორც ელექტროენერგიაზე.
და ლაპარაკობენ ბევრს იმაზე, რომ არის ეს მაინინგის და კრიპტოვალუტის ფერმები, ეგრეთ წოდებული ფერმები, რაც ახლა ვინც არის ის მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომ ეს არ არის ქათმების და იხვის ჭუკების ფერმა, ეს არის ვირტუალური ვალუტის, ყველამ არის ის სამწუხო ვერ გაიგო ხალხმა, იმიტომ რა არის ეს კრიპტოვალუტა ვერ გაიგო, ხო და ვერც მე გავიგე ბოლომდე ამის მექანიზმი, მაგრამ ზოგად ფარგლებში ვიცით. და ესეც აძვირებს, იმიტომ რომ მოხმარება მატულობს ელექტროენერგიის, მაგრამ ის ფერმები სარგებლობენ შეღავათებით. და ჩვენ ვიცით, მაღალმთიანი რეგიონებიც იქ ხალხი მუშაობას შეეშვა საერთოდ, იმიტომ რომ იქ საერთოდ შეღავათიანია ელექტროენერგია და გადაერთვენ ამაზე. ეს არის პარაზიტობა და ჩვენ მაგალითად თქვენ მე და აქ ქალაქის მოსახლეობა და საქართველოს უდიდესი ნაწილის მოსახლეობა რატო უნდა ვაფინანსებდეთ აი ამ ავანტიურას. ასევე გაზი. ეხლა რაც შეეხება დაუბრუნდები იმას, ეს მთავარი არის თქვენ შეკითხვაში, რომ რუსული გაზი. ხო, რუსული გაზი. რუსეთი დღესაც გვთავაზობ მართალი ბრძანდებით, რომ არის ეს ინფორმაციები ინსაიდერული მაქვს, რომ მილსადენის გაზს გვთავაზობს რუსეთი. ეხლა ის შემოდის თხევადი გაზი მანქანებისთვის, პროპანი, ბუტანი თუ რაც ქვია იმას შემოდის და ამ დონეზე არის, თქვათ, მანქანები, სატვირთო მანქანები გადაზიდავენ და იყიდება ავტომობილებისთვის, მაგრამ ის რომ ჩვენ ბინებში გქონდეს ბუნებრივი აირი, მეთანი რაც არის, ხომ ეს არა გვაქვს და შეგნებულად არ გვაქვს, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული გაზი. არა და აზერბაიჯანთან ეხლა თუ გვაქვს გარკვეული ფასების სტაბილობა, ეს ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკურად, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ახლა ასეთი ინციდენტი აზერბაიჯანთან. როდესაც საქართველოს საბაჟო და პოლიცია არ ვიცი ეხლა ზუსტად რა მიზეზით, მაგრამ როგორც ირკვევა აზერბაიჯანული მხარის პრეტენზიების მიხედვით, გარკვეული კორუფციის ცდელობა ჰქონდა ქართულ მხარეს, პირდაპირ ასე წერს აზერბაიჯანის ოფიციალური მასმედია. სომხეთისკენ მიმავალი ტვირთი ნავთობპროდუქტები, რომელიც უკვე სატესტოდ დაიწყო აზერბაიჯანიდან სომხეთში შეტანა, ოღონდ მათ შორის ჯერ არც საზღვარია გახსნილი და ასე რკინიგზა არ არის წესრიგში მოყვანილი. გადის საქართველოს ტერიტორიიდან, შემოდის გარდაბანში და გადაუხვევს იქ სულ რაღაცა რამდენიმე ათეული კილომეტრია, გადაუხვევს სომხეთში შედის. და ამაზე დააწესა ქართულმა მხარემ 5-ჯერ მეტი ტარიფი. ესე იგი, უნდა მისულიყო აზერბაიჯანული მხარე და სომხური მხარე რაღაც კომპანიაში, მან კიდე მეორეში გაგზავნოთ და გამოვიდა, რომ ძალიან მაღალი ხელოვნური და ის ხალხიც ამ შემთხვევაში მართალია გაგიჟდნენ ამაზე, რომ რა ხდება, ჩაერთო აზერბაიჯანის მთავრობა და ამის შემდეგ მხოლოდ და ეს გრძელდებოდა მთელი ერთი თვე. ხან სიგარეტის ფურები გაუჩერეს ტრანზიტი აზერბაიჯანს, ხან რა ხდებოდა და გაირკვა მერე რომ ეს შეიძლება ლოკალურად მომხდარიყო, ანუ საზღვარზე ლოკალურად ვერ მოხდებოდა, ანუ რომ თუ არ არის მიცემული სიტყვიერი ბრძანება, რომ მოიქეცით ასე. ის მებაჟეც და ისიც იქცევა შესაბამისად. და აი ამის გამო მოუწია კობახიძეს თვითონ ჩარევა პრემიერ-მინისტრს და სამარცხვინოდ მაპატიეთ უხეში გამოთქმა ძალიან გადაფურთხებული სალოკვა და გამოაცხადა მან, რომ ივეცი მე მითითება საფინანსო ორგანოებს საქართველოსი, რომ სრულიად უფასოდ გაატაროთ ეს ტვირთი. აი რას ნიშნავს ეს? ესე იგი შენ თვითონ აღიარე, რომ არ ახარ მართალი და სამარცხვინო იყო შენი საქციელი. მაგრამ ამას დავამთავრებ, თორე არ გამომრჩეს. აზერბაიჯანული მხარის საქციელი როგორი იყო? კი, ისინი მართლები არიან შეიძლება ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ჟურნალისტები დაქირავებული ეს ხალხი აწკავწყავეს პირდაპირ ასე ვიტყვი, რომ აი აზერბაიჯანი საქართველოს სულ გვერდში ედგა თურმე და გვაყვედრიან სულ იმას 1992 წელს რაღაცა 2 კვირით ჩაგვირთეს დენი. როდესაც საქართველოში ეს აირია ყველაფერი და დეინს გაითიშა, გაზიც გაითიშა და კი მართლა იყო ასე ჩაგვირთო, მაშინ იყო ელჩიბეი პრეზიდენტი, რომელიც თვითონ დაახეს, ხო, მერე მოვიდა ალიევი და ელჩიბეის ბრძანებით საქართველოს მიეწოდა გარკვეული პერიოდი უფასოდ ელექტროენერგია და დიდი მადლობელი ვართ სულ ამაზე, მაგრამ
ამას ყოველწუთს გვახსენებს თუ რაღაც არ მოეწონება ბაქოს. ჩვენ არ მოგწონს დავით გარეჯის საკითხი. ხო, ჩვენ ვერაფერს ვერ ვამბობ, ვითომ აღარ არსებობს ეს პრობლემა და რატომ ეხლა რუსული გაზი? იმიტომ კი არა, რომ უფრო იაფია აზერბაიჯანულზე. ჯერ ერთი კონკურენციაც იქნება და უფრო იაფადაც შევისყიდოთ, მაგრამ უსაფრთხოება იქნება საქართველოსი უფრო უზრუნველყოფილი, რომ აზერბაიჯანული მოწოდების გარდა იქნება რუსეთიდან მოწოდება ბუნებრივი აირის. ესე იგი ორმაგი დაზღვევა გვაქვს. ჩვენ მქონდა შანსი, რომ ირანიდანაც გაგვეგრძელებინა მიღება. თუმცა დღეს ეს ტექნიკურად გართულებულია, მაგრამ რაც მეტი მომწოდებელი იქნება, ელემენტარულ რაღაცას ვამბობ, ხო? ამას ქვია დივერსიფიკაცია. თვითონ რო ეძახიან მთავრობაში ეს სიტყვა უყვართ. ყოველ შემთხვევაში უყვარდათ დივერსიფიკაცია სად არის? რატომ არ ჩანს ეს დივერსიფიკაცია? ეს არ არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესი? უნდა იყოს დივერსიფიკაცია. ანუ თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება რუსული გაზი ამაზე იაფი არ არის, იმიტომ რომ საერთოდ რუსული გაზი როგორც ეგეთი ევროპისთვისაც კი ძალიან იაფია. ეს ერთი და მეორე, კულუარულად დიდი ხანია საქართველოში დადის ხმები, რომ რაღაც მოლაპარაკებები რუსეთთან არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორის დონეზე. რადგან არ არის ჭორი, ხო, რადგან თქვენ ხაზი გაუსვით, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხებზეც არის, თორე ისე ვიცით აბაშიძე კარასინის შეხვედრები. მე რატომღაც აი სწორედ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ ესე იგი რა ინფორმაციას ფლობთ, რომ რუსულ გაზზე. კი, ფლობ, სამწუხაროდ მე ვერ გავაჟღერებ ვისგან ფლობ რა ინფორმაციას, იმიტომ რომ აქ ჯენტლმენური შეთანხმება არსებობს. მაგრამ რა თქმა უნდა მაღალ დონეზეა ეს? მაღალ დონეზე ბუნებრივია, მაღალ დონეზე, იმიტომ რომ დაბალ დონეზე ახლა არ ხდება ამ ესეთი საკითხების განხილვა. ხო, და ბუნებრივია, მაშინ თუ ეს გაზის მოწოდება რატო არის ხიბლი ჩვენ მოსახლეობისთვის? ჩვენ რას ვიგებთ? ჩვენ თუ მოგებული დავრჩებით უფრო იაფი გადასახადით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს დიდი შეღავათია. კი ბატონო, იმიტომ ჯიბეს უტყავს ელემენტარულად, ახლა მე მაქვს ორი გამათბობელი მაქვს სახლში, რომელიც ნახევარბინასაც ვერ ათბობს, მაგრამ მომდის ანგარიში, ნუ თვეში, რა ვიცი, 170 ლარი, 180 ლარი. მე ძალიან ბევრი მომდის და არა და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეკონომია გავაკეთო, მაგრამ რატო არის ესეთი ათვლები? ხო, არ უნდა იყო, თან აქ კიდე რა არის, რომ საწარმოები, რამდენადაც ვიცი, უფრო მეტ სიხდია. მათთვის უფრო ფასები და შესაბამისად წარმოება საქართველოში პურის ცხობიდან დაწყებული, ხო, რაღაცა იქ მეტალურგიული იქ როგორი ტარიფები არ ვიცი ამ ქარხნებს, მაგრამ წარმოება საქართველოში ხო, ძვირია, ყველაფერი ძვირი, იმიტომ არის, ჯერ ერთი წარმოება არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს ის პატარა მოკრძალებული წარმოება, ის თვით ღირებულება პროდუქციისა საქართველოში ნაწარმის, ყველაფერი არის საშინელი ძვირი. და კიდე ერთი რამ მაინტერესებს, აი ნახეთ უფასოდ გატარება. რატომ უნდა იყოს უფასოდ გატარება? არა, ეს ერთჯერადად როგორც თავრობის მეთაურმა, რომ კრიზისული ვითარება შეიქმნა, მას უფლება აქვს, როგორც თავრობის მეთაურს, იმიტომ ამ ერთჯერადად და შემდეგ უკვე რაღაცა. მაგრამ ეს დიდი პარტია იყო საკმაოდ, ხო? ერთჯერადად, მაგრამ დიდი პარტია გაატარა უფასოდ, ეს ასე ვთქვათ, კეთილინება გამოიჩინა ქართულმა მხარემ, მაგრამ ქართულ მხარეს ბრალი დასდეს, სერიოზული. ისიც ითქვა, რომ საქართველოს ამით წინააღმდეგობას უწევს ტრამპის სამშვიდობო გეგმას სომხეთ-აზერბაიჯანის და მთელი ეს სისულელეები ჩამოთვალეს. და ეს არის ყურადსაღები, რომ აი რო ძალიან ვიცით ეს დაშაქრული ლაპარაკი, რომ ჩვენი მოძმე აზერბაიჯანი და ეს არ არის საჭირო ზედმეტი რაღაცეები, ისეთივე მოძმე შეიძლება იყოს ნებისმიერი. ხო, მოძმე, რომელმაც დავით გარეჯი არა, მე ახლა სწორედ გამიგეთ, რომ არაფერი აზერბაიჯანის საწინააღმდეგო კი არ მაქვს, მე აღვნიშნი ახლა ამ წუთას ისიც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი მართლები იყვნენ. არა, კორუფცია იყო. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ დავით გარეჯის საკითხი ისევ ჰაერშია გამოკიდებული და რა თქმა უნდა ეს ჩვენს ძმურ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის და მსმენელისთვისაც, ვინც ქართველია, მართლმადიდებელია და იცის რა არის დავით გარეჯი, რას ნიშნავს საქართველოს მართლმადიდებლური ისტორიისთვის, რა თქმა უნდა ისიც ფიქრობს, რომ ეს ძმობა როგორ არის, ხო იცით, საბჭოთა კავშირის დროს ყოველთვის პატარა ძმა ვიყავით. ეხლა აზერბაიჯანის და სომხეთის პატარა ძმა უნდა გავხდეთ. აი პარიტეტი როდის იქნება ეს ძმობის? და საქმე ის არის, რომ როგორც ახლა ჩვენ ვართ აზერბაიჯანზე დამოკიდებული, ხო, ენერგეტიკის სფეროში, ისე აზერბაიჯანი ნაკლებად არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ისი
ფასი, გეოპოლიტიკური ფასი, ასე ვთქვათ, როგორც სახელმწიფოს რეგიონული ძალის დიდწილად საქართველოზე არის დამოკიდებული. ის ვთქვათ, ევროპაშიც გადის აზერბაიჯანული გაზი სამხრეთ ევროპის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს. მისდით ეს ბუნებრივი აირი თურქეთის გავლით, მაგრამ თურქეთამდე სწორედ საქართველოს გავლით მიდის ეს ანუ ჩვენ გარკვეული ინტერესი ვართ. გარკვეული კი არა, დიდი ინტერესი და იმიტომ არის აქ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს აზერბაიჯანის მხარე რა ვითარება საქართველოში. მათთვის ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ უშუალო მეზობლები ვართ და თელ დასავლეთ მიმართულებას საქართველოსთან ახორციელებს. რუსეთიდან ჩაკეტილია დასავლეთი და სომხეთი ჯერ არ არის გახსნილი. ამიტომ საქართველო რჩება ჯერჯერობით ერთადერთ ყველაზე საიმედო ფანჯარად აზერბაიჯანს. ეს არ აძლევს ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ეს პრეტენზიები რაც გვაქვს და მაგალითად იგივე ის გაზი, ბუნებრივი აირი იყოს უფრო იაფად შესყიდული, იგივე დავით გარაჯის პრობლემა, ის პრობლემები რაც დაგროვდა, ხომ? ეს არ აძლევს ჩვენს ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ამაზე დაიწყოს ხმამაღლა საუბარი. ამ გუშინ წინ თუ გუშინ პრემიერები შეხვდნენ აზერბაიჯანის და საქართველოს პრემიერები ერთმანეთს, ხო? აი ახლა იქ თურქმენეთში ხო გამოვიდა იგივე სკობახიძე და ნუ კი რაღაცა ესე თქვა ძალიან ესეთი დაშტამპული სიტყვები, მშვიდობა, ისეთ მშვიდობა აქეთ ისე და კარგი ხო და იარე გაიკეთე თეთრი დროშა მაშინ და იარე იმ მშვიდობით. ვის ეშინია შენი რომ ახლა მშვიდობას ამადლი ვინმეს, ან აზერბაიჯანს, ან რუსეთს, ვის ეშინია შენ ვინ ხარ? აზერბაიჯანს და სომხეთის ინტერესებში რა სალაპარაკოა იქ ეს მშვიდობა. მაშინ ილაპარაკე ნეიტრალიტეტზე, რატომ არის ის თავყრილობა იქ რომ თურქმენეთი ზეიმობს თავისი მუდმივი ნეიტრალიტეტის აღიარებას. მაშინ გადადგი ბოლომდე თქვი ეს სათქმელი რაც გინდა თქვა და ვერ ამბობ, რატო ვერ ამბობ? თქვი რომ ნეიტრალიტეტი არის კარგი მოდელი და თურქმენეთში გაამართლა. იცით რა არის წლების განმავლობაში დავით არხანოურავი ამაზე საუბრობდა ჩვენ გადაცემებში და მაშინ თვითონ ეს ხელისუფლება კრემლის აგენტებს გვიწოდებდა ხოლმე და ამაზეა სწორედ ლაპარაკი. მეუმხრობლობა, სამხედრო და ნეიტრალიტეტი. გადავიდეთ მაშინ პოლიტიკაზე, ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ, რომ ალბათ სოციალურ პრობლემებზე აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი პროტესტი. მეთანხმებით თუ არა? გეთანხმებით, რომელი ამას ვიძახი სულ და ეს არის რომ რაღაცნაირად ხალხსაც მივმართავ ეხლა რომ ნუ გეუხერხულებად გამოხვიდეთ სოციალური მოთხოვნებით. რო ხართ უბინაოდ და რა წამლის ფული არ გაქვთ და საჭმლის ფული და ეს თქვენი სირცხვილი არ არის, კაცო. თქვენ ხო სიზარმაცით არ აკეთებთ ამას. და უპასუხისმგებლობით ეხლა ვინც ბოდიში და კაზინოში და წამალში გაუშვით ფული კი სირცხვილია, მაგრამ ისიც უნდა მოინანიოს ადამიანმა და გამოასოროს, მაგრამ ვინც გახდა ამ ცხოვრების მსხვერპლი, ამ კაპიტალიზმის ესეთი გავეშებული მომძლავრების, ამ ძარცავდა ჯერ სააკაშვილის და ბენდუქიძის ველური კაპიტალიზმი. ხო, ის ბენდუქიძიზმი სულ ამას ვიძახი რომ დღეს უფრო ბენდუქიძე ცოცხალია, კაცო, იმ კაც კი არ ვერჩი რამეს, მაგრამ მის აზროვნებას ვამბობდა ეკონომიკურ კონცეფციას. არ იყო ეს სწორი და მისაღები. და დღეს უფრო მეტი ბენდუქიძიზმია, ვიდრე მაშინ იყო. და ამაზე უნდა გამოთქვათ პროტესტი და იგივე ის არაბული სანამ ამ არაბულამდე მივალთ, უნდა ითქვას, რომ ეს დაუშვებელია, რომ დიდრების ხელში ჩავარდეს ამხელა ქონება, ქართული მიწები. რა უნდა არის უპირველესი. ხო, გინდა ჩინური იყოს და გინდა პაკისტანური, სულერთია. ჩვენი ყოფა არის დამოკიდებული, ვიცით ხო, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ძალიან ცოტანი დავჭით. რა თქმა უნდა, ეს ერთი მეორეს არ უშლის. უბრალოდ მოვიდა დრო, რომ არა მხოლოდ იდეისთვის შევიკრიბოთ, მაგალითად არაბული საკითხი, არამედ აი ამ სოციალურ, იცი რატო ჩვენ რომ ჩუმად ვართ, გულბათ ამ ხელისუფლებასაც გონია რომ ყველაფერი კარგად არის, უტარებთ ყველაფერს და მე ესე გვეუბნებიან რომ როგორი დაწინაურებული ვართ, რომ რომელ ადგილზე ვართ ეკონომიკური ჭლუნგებად მიიჩნევენ ხალხს და ასეც იცით რა არის რომ მთავრობას აქვს ხელისუფლებას ამის ფიქრის საფუძველი. როდესაც ყველას პირში აქვს წყალი ჩაგუბებული და თავზე ნაცარი დაყრილი, ჩლუნგია საზოგადოება რა არის. მაგრამ არ არის ჩლუნგი და ამაზე აუცილებლად დავიწყებთ პროტესტს. მე იმედი მაქვს, იმიტომ რომ ეს ყველას გვეხება აბსოლუტურად. ეს ერთი ხა პოლიტიკაზე გადავიდეთ. თქვენის ნებართვით გულბად და მაინც პოლიტიკაზე ვისაუბრებ მე. ხო, პრინციპში კი, მაგრამ ეხა უშუალოდ საქართველოს შექმნობით არაბაზე და მე ვთხოვ ოპერატორს გაუშვას ვიდეო რგოლი.
ტოლერანტულობა წვიმანი დანაშაულის მიმართ. მე შემოგვაქვს ცვლილებების სისხლის სამართლის კოდექსში არანაირი პირობით საჭირო ყველა ფიქრში. ეს სიტუაცია არანაირი ვისრაფია პირობითი სასჯელი ნულოვანი ტოლერანტობა ყველა ციხეში დღევანდელ დღეს არ გაგონებს ახალი კანონები ისიც რა არის მე შემოქვს ისინი რა კანონის გარეშეც უარესი ის ახლა და მე არასოდეს არ მივესალმები იმას რაც ხდებოდა მიუხედავად იმისა რომ მე იმ ხალხს შეიძლება პატივს არ ვცემდე ვინც ამ ქუჩებში დარბოდა ნამდვილად არ ვცემ პატივს მაგრამ ვინც ძალიან ისეთი აი შოვინიზმი კი არა და როგორ გითხრათ დაბიური ისეთი ანტირუსული ეროვნული შეურაცხყოფელი რაღაცა პაროლებით დარბიან იმ ხალხს მე ვერ ვცემ პატივს მაგრამ ის რომ იქ რაღაცა ნიღბიანი ხალხი ცემდა უიარაღო ადამიანებს იქ ჟურნალისტები ახალგაზრდები ცემეს პოლიცია ნიღბიანით სახეში ურტყავს პატარა ასაკის ადამიანს ხო შედარებით თავში წიხლს ეს არის ამაზე უარესი. იცი რა არის და რუსულად ვიტყვი უკაცე და აბაიუდნა ორივე მხარე ერთმანეთს ძალიან ერჩიან. ხო ერთმანეთის უბრალოდ ჩვენ ხედავთ იქით ამ მხარეს პროტესტანტების დაუშვა დაკავებას დასჯას და ჩვენ ვერ დავინახეთ ერთ-ერთი პოლიციელი რომელიც პასუხს აგებდა გადამეტებულ აი ეგ ერთ-ერთი და ეს არის ცუდი არ შეიძლება ეს უსამართლობის განცდას ქმნის და ხვალ შეიძლება იმ მომიტინგის ნაცვლად სხვა მომიტინგი იყოს უფრო კანონმორჩილი და იმასაც ისევე გაუსწორდნენ. და ეს აი ახალი ცვლილებები არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ამაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება მანიფესტაციების და შეკრების შესახებ. ესე იგი ჩვენ აი ვისაუბრეთ სოციალურ პრობლემატიკაზე, ხო? აგერ არაბული პრობლემატიკა დაგვიდგა წინ, ისედაც განადგურების გზაზე მყოფ ქართველებს და ანუ ჩვენ რომ პროტესტი გამოვხატოთ უნდა მივმართოთ ჩინაგან საქმეთა სამინისტროს მან უნდა მიგვითითოს ადგილი ხა რა ადგილს მიგვითითებს ხო წარმოგიდგენია სადღაც თბილისის ზღვაზე ან რაღაცა და თუ ჩვენ არ დავემორჩილები და მაინც აი იქ პარლამენტთან სადაც 9 აპრილიც მოხდა და სადაც არა ესე როგორც ეხლანდელები აკეთებენ რომ აი იდეას რო აუფასიურებენ არამედ სერიოზული პრობლემები და იდეური პრობლემებით რომ გამოვიდეთ პირველად 15-დან 20 დღემდე დაგვიჭერეთ და მეორედ უკვე სისხლის სამართლის იმაში გადადის ეს დანაშაული კატეგორიაში. აი ესეთი რამ არ ვიცი მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ დასაწყისიდან 87 წლიდან და ასეთი რაღაცა მაშინაც კი არ ყოფილა მე მახსოვს გვენცაძე ბატონი და ძალიან კარგი კაცი იყო ხო აი იცით როგორ იყო პირდაპირ თითქოს გულშემატკივრობდნენ რომ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი კანონი მაშინაც არ მახსოვს რომ ჩვენთვის უნდა ეთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საწავიდე და თუ არ დავემორჩილებით მაშინ პირველ ჯერზე 15-დან 20 დღემდე და მეორედ უკვე სისხლის სამართლის კატეგორიაში გადავა. აი იმიტომ მოვიტანე ეს მიხეილ სააკაშვილის ეს გამოსვლა ნულოვანი ტოლერანტობა ყველა ციხე. ესე იწყება და ჩვენ ხო ბევრი რამე გვახსოვს. როგორ იწყებოდა საქართველოში ეს? აი ესე იწყებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი. მოდი მე ესე ვიტყვი რომ ნულოვანი ტოლერანტულობა აუცილებელია კრიმინალის მიმართ. დანაშაულის მიმართ, მათ შორის კორუფციის მიმართ. აი მოიკითხონ ახლა ის ჩემოდნები და სახში წაღებული მილიონები თუ მართალია ვეღარ გავიგეთ საზოგადოება იმის ღირსიც არ ვართ პატივს იმდენად არ გვცემენ რომ გავერკვეთ რა ხდებოდა ეს მილიონები სიმართლეა რაღაცა ყალბი კუპიურები მოიტანეს საწავიდა ლილუაშვილი რატო ხმას არცენ რატომ არ აპატიმრებენ ამ ხალხს თუ კი არის ბრძოლა რას ქვია იმან თურმე ითანამშრომლა ყოფილმა პრემიერმა იქ რაღაცეები არ ვიცი ლაპარაკა იტირა თუ რა ქნა იქა არ ამგონია ეტირა რაღაცა ხო ქნა რა ქნა ამ კაცმა რა ითანამშრომლა ამისთანა რომ მისთვის სხვანაირი პირობები არის და თქვათ სხვები ციხეში არიან. რა ხდება ეს საერთოდ სახელმწიფოა სასამართლოა ვეღარ გავიგე უკვე. ღარიბაშვილი გემეს წავიდა და წარსდგა და რაღაცა თქვა და ლილუაშვილი სად არის? ხო, არ ვიცით ეს ყველა დაიჭირეს ლილუასთან კავშირში. იცით რა, ამხელა ეს ამ გაღატაკებული ქვეყნის გაღლეტას და იმას რო არ ეხებოდეს ძარცვას.
პირდაპირ ფულადი სახი და ეს ამდენი უკანონო მშენებლობა უკანონოა ფაქტობრივად, ხო? გრთამით მოხდა. სასაცილო იქნებოდა უბრალოდ გავიცინებდით, მაგრამ არ მეცინება ახლა ეს ძალიან სერიოზული რაღაცა და აი ამაზე იყოს უნდა ნულოვანი ტოლერანტობა. აი ნულოვანი ტოლერანტობა მაინც ცუდია, იცი რატო, იმიტომ რომ არა, ნუ პირობითად ვამბობ ახლა ის იმას კი არ ვამბობ. საერთოდ ნახეთ როგორც ექცევი დამნაშავეს, მე ამათ გამოექცევი უდანაშაულოს. ამათ გამოუცხადეს ნულოვანი ტოლერანტობა ოპოზიციურ აზრს. ნულოვანი თანაგრძობა ეს. განსხვავებულ აზრს, კი ბატონო, ასე ვთქვათ და იმიტომ და ეს ახლა თქვენ წეღან თქვით, ჯერ არ ვიყავით ეთერში, რომ ეს კანონები ამათ მიიღეს, რომ აი ამ გაყიდვა ქართული მიწების არაბები იქნება. აი ამის ეშინიათ და იმის ახლა საერთოდ რაღა შუაშია იმ რუსთაველზე მართლა 30 კაცი თუ შეიკრიბება, ამის გამო რა კანონი იყო მისაღები. არის ეს მომავლისთვის რომ არავის არ მოუნდეს გამოსვლა, ყველა შეშინდეს და ბევრს მართლაც ეშინია, მოდით ასე ვთქვათ და არ არის ეს ქართველი დღეს ის გმირი, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, ესეც უნდა ითქვას. და ბოლოს და ბოლოს იმასაც შეგახსენებთ, რომ ქართველებმა გაყიდეს ჯვრის მონასტერი იერუსალიმში. დიდმა ქართველებმა ააშენეს და დაუტოვეს შთამომავლობას და პატარა ნამცეცა ქართველებმა გაყიდეს და ეს ნამცეცები არის უმრავლესობა სამწუხაროდ. და მაინც ამითი ვერ დაგვაშინებს, იცით რატო? იმიტომ რომ არ შეიძლება თბილისის ზღვასთან და სადღაც ესე მოშორებულად გაგვიშვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ. რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ არა აი 20 კაცის რუსთაველზე, მათ შეეშინდათ პროტესტის არაბიზაციის წინააღმდეგ და ტყუილად ისე მართალია რომ ეშინიათ, იმიტომ რომ ამის გაჩერებას არავინ არ აპირებს და ძალიან კარგი იქნება, როგორც დავიწყეთ, რომ პარალელურ რეჟიმში მოთხოვნები იყოს და პროტესტი იყოს სოციალურ თემატიკაზეც, იმიტომ რომ ძალიან თავს გავიდა უკვე. ეს ხელისუფლება თუ ვერ ხვდება, რომ მე როგორ დეჟავიუ მაქვს, იცით, ესე იწყებოდა სააკაშვილის რეჟიმი, ეს ნაც რეჟიმი და თუ იგივეს აკეთებენ, მაშინ არ ვიცი რატო მოვიკალით თავი, რომ ეხლა ესენი ყოფილიყვნენ ეგეთები და ამ არაბიზაციასთან დაკავშირებით ხო საერთოდ ეხლა გადავიდეთ ევროპაში და ამერიკაში ძალიან ისეთი სიტუაციები ევროკავშირს ამ ქალბატონმა მადამ ურსულამ მოკლედ ჭკუიდან გადაიყვანა მთელი მსოფლიო. აქ რა ხდება? ევროკავშირის მიმართ პირველ რიგში ხო ამბობდნენ რომ პუტინი ებრძვის ევროკავშირს, მაგრამ პირველ რიგში არის დღევანდელი ადმინისტრაცია ვაშინგტონის განწყობილი. ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაცია. მე თქვენ გეტყვით რომ ამერიკელ ევანგელიკალებს, ესე იგი ამერიკული პროტესტანტული ქრისტიანობა ფორმალურად, იმიტომ რომ დიდწილად ქრისტიანობასთან კავშირი უკვე ძალიან სუსტი აქვს ამ რელიგიას, რაც არის ამ სხვადასხვა სექტებია და კრებითად ევანგელიკალები. ფუნდამენტალისტები არიან ისინი და გამოდიან, სხვადასხვა ეს ამის შესახებ მაქვს არაერთი პუბლიკაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მათი მტრის ხატი არის სწორედ ევროპა, მეძავი ევროპა, მათი წარმოდგენით და პაპი, რომის პაპი, ბებერი მეძავი ევროპა, დიახ, დაახლოებით ასე და ეს ბიბლიური სიუჟეტებიდან არის ამოღებული, იქ 7 ბორცვი რომის და აი აქედან პაპზე არის აქცენტი, მოკლედ მთელი ეს არის სიუჟეტი ამათ წარმოსახვაში, მაგრამ ეხლა კონკრეტულად ტრამპი რატომ არის განწყობილი? ჯერ ერთი რომ აი სულ ვცდილობთ, ხო, რომ ამოხსნათ, რომ რაში არის პრობლემა, რომ ასე ფუნდამენტურად გადავიდა დაპირისპირებაში ევროკავშირთან, შეერთებული შტატები. კი, იქ არის მოთხოვნა, რომ გაზარდეთ თქვენი დაფინანსება ნატოსი, მოახდინეთ უფრო დემოკრატიზაცია და როგორც მემარჯვენე პოლიტიკოსები ტრამპი, ვენსი, რუბიო, ისინი მიესალმებიან ევროპაში მემარჯვენეების გამარჯვებას. მაგრამ საქმე, შეიძლება რამდენიმე ვარაუდი გამოითქვას, მე ჩემი შეხედულება მაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ევროპის ისლამიზაცია
რაც არის და ჩვენ რო ახლა აქ არაბიზაციას ვეძახით, ეს რეალურად არის ისლამისტური პროექტი, რომელიც არის შერწყმული გლობალისტურ პროექტთან. ეს ერთი პროექტია და ის მთლიანობაში ძალიან სერიოზულად განსახილველი საკითხი არის. და ოღონდ არ აგვერიოს ჩვენ ისლამიზმი და ეს თემა, რომელიც გლობალიზმთან არის, ისლამთან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითი ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც პირიქით უპირისპირდება ამ გლობალიზმს და ჩვენ ვნახეთ სწორედ რომ ირანი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, ვისაც პირდაპირ აგრესია მოუწყო შეერთებულმა შტატებმა. ისე მხდალი ძალიან წინასწარ პროგნოზირებადი სადარტყამდა იქ რომ ტრამპი გამოჩენილიყო ძალიან ძლიერ მმართველა, ამერიკა უძლეველი, ეს თურმე რა მოახდინეს საოცრება. მაგრამ იმაში ხომ მართალია ტრამპი რომ ევროკავშირში გლობალისტური პროექტი და ისლამიზმის, რომელსაც ამ ირანთან საერთო არაფერი აქვს და მოდის სწორედ არაბული სუნიტური სამყაროდან ეს ისლამიზმი და ჩვენთანაც სწორედ ეს შემოდის აქ. აი ამაზე არის ტრამპი და აქ რა ხდება რომ ევროკავშირს და მის წამყვან ქვეყნებს, საფრანგეთს მაგალითად, ესპანეთს განსაკუთრებით, უფრო ნაკლებად, მაგრამ გერმანიასაც, იმიტომ რომ გერმანიამაც და ვამბობ ისრაელთან მიმართებაში ამ ქვეყნებს ვამბობ. გერმანიამ პირდაპირ გამოაცხადა ეს უპრეცედენტო რაღაც იყო, რომ იგი აღარ მიაწვდიდა და აღარ აწვდებდა შეიარაღებას ისრაელს, აი ამ ღაზაში მიმდინარე ოპერაციის გამო. ტრამპი ხომ არ არის ერთგვარი იარაღი ისრაელის ლობის ხელში, რომელიც არის ძალიან ძლიერი ვაშინგტონში. და ეს ახლა ისრაელს თვითონ არ შეუძლია ევროპას დაუპირისპირდეს და აკეთებს ამას ამერიკის ხელი. მე ხო, ცოტა შემოვლითი გზით, მაგრამ მე ახლა ამას ეს არ იქნება მეცნიერული და ის რომ მე ფაქტების გარეშე ვამტკიცო რომ ეს ასია. მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ტრამპი არის მთლიანად აი მან ფაქტობრივად გამოაცხადა რომ თითქმის ააღორძინა მონროს დოქტრინა. დღა მე ჩემ ერთ კოლეგასთან კამათი მქონდა ის ამბობს რომ ტრამპი არის იზოლაციონისტი, მე ვამბობ რომ არ არის იზოლაციონისტი, მაგრამ მაინც იმ კოლეგას აქვს უფლება რომ ეკამათოს, ხო? მაგრამ ვერ იქნება მთლად მონროს დოქტრინა ეს წმინდა სახით, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამავე დროს ამბობს რომ დასავლეთ ნახევარსფეროს გარდა მე მაქვს დიდი ინტერესები ახლო აღმოსავლეთში. ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ნავთობის ფაქტორით არის განპირობებული, იმავე არაბულ ქვეყნებთან და ეს ეგრეთ წოდებული აბრაამული ხელშეკრულება რომ შემოიტანა ტრამპმა ისრაელის და ისრაელსა და არაბებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე, რაც ჩაშალა ამ ღაზას მოვლენება 7 ოქტომბერს 2023 წლისა, აი ამასთან დაკავშირებული შეიძლება იყოს ტრამპის პოლიტიკა, რომ ამბობს, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში ეს არაბული ქვეყნები და ისრაელი, ჩემი ინტერესია რომ ისრაელს დაუჭირო მხარი. და რატომ არის ახლა თუ კი ამბობს ტრამპი და რუბიო ახლა ინტერვიუ ჰქონდა Fox News-თან რუბიოს და ფაქტობრივად პირდაპირ ამბობს რომ ჩვენ არაფერში არ გვაინტერესებს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარანტია მივცეთ ევროპას და რატო აძლევს მაშინ ისრაელს გარანტიას? რატომ არის ისრაელი მათთვის ასე ძვირფასი? ესეც გამომდინარეობს მათი რელიგიური წარმოდგენებიდან. ამ ევანგელიკალების, ამერიკელი ევანგელიკალების, რომ იქ რომ მოხდება ბოლო ბრძოლა, არმაგედონის ბრძოლა და ასე შემდეგ, ეს ძალიან სერიოზული თემა არის. და აქ ასე ძალიან ჰაერზე ვუყურებთ ყველაფერს, რომ ეს კი ტრამპი შეიძლება რაღაცა კლინიკური იდიოტი შტაბეჭდილებას პოტოვებს, ისეთი ვაჭრუკანა და ასეთიც არის პრინციპში, მაგრამ მეორე მხრივ ასეთი კაცი უფრო манипуლირებადია და გაცილებით უფრო სერიოზული ძალების მხრიდან, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს შემიძლია თქვა ევროკავშირზე. ამ შემთხვევაში რატომ უპირისპირდება ამერიკა? ახლა ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ახლა გაუთავებლად ამ ევროკავშირზე, მაგრამ მე გთხოვთ თქვენ, რომ რადგან ევროკავშირზე შევიდა ჩამოვარდა სიტყვა და ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, მე მოვიტანე პატარა ძალიან მასალა, რა ვიცი, ერთწუთიანი არც არის ვიდეო თუ შეიძლება რომ რა ხდება ევროკავშირის ზოგ ქვეყნებში. ახლა 10 დეკემბერი იყო ადამიანის უფლებების დაცვის დღე. სხვათა შორის მე ვიტყვი რომ ბელარუსიაში ჩატარდა დიდი კონფერენცია, 3დღიანი,
ეს მოაწყო ბელარუსის პროკურატურამ, გენერალურმა პროკურატურმა. ის იყო ქართველი ჟურნალისტი ნიკოლოზი მჟავანაძე და მე აქედან ჩავერთვე, მე ვერ წავედი ოჯახური პირობების გამო. ონლაინ ჩავერთე და სიტყვით გამოვედი და რა ხდება რომ ბელარუსიაში კანონია მიღებული რომ ადგილი ჰქონდა გენოციდს ბელარუსი და საბჭოთა ხალხების მიმართ ფაშისტების მხრიდან და იქ კანონში მარტო ბელარუსებზე კი არ წერია აი საბჭოთა კავშირის ხალხებია ნახსენები ბელარუსულ კანონში და ეს გაეროს ეგიდით რომ არის ეს დღე ადამიანის უფლებათა დღე ამას მიეძღვნა და ეხლა ბელარუსიაში ამხრივ ყველაფერი წესრიგშია რა მხრივ? აი ეროვნებად შორის ურთიერთობები უზრუნველყოფილია, იქ კი ამბობენ რომ ოპოზიცია არის რა ქვია ნულამდე დასული და ასეც არის, თუმცა ეს ოპოზიციამ თვითონ აუტეხა თავის თავს 2020 წელს, როდესაც სადეს დამხობა ძალით და ძალადობით და განსაკუთრებით ვინ უპირისპირდება ბელორუსიას, ხო, მეზობელი ბალტიისპირა ქვეყნები. ისინი რომლებიც თქვათ აქაც სულ ანტირუსულ პარადიგმას უჭერენ მხარს და 99 თუ უფრო ადრე წლებიდან მახსოვს აქ ჩამოდიოდნენ ატარებდნენ თქვენ გეცოდინებათ ეს კარგად და ყველაფერი იმით რომ გამოეყენებინათ ქართველები რუსების წინააღმდეგ. და ეს ქვეყნები რომლებიც მოსახლეობისგან დაიცალა ეს ბალტიის ქვეყნები ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და წასულები არიან ძირითადად დიდ ბრიტანეთში არიან გადასულები, იმიტომ რომ იქ უფრო კარგი ხელფასები არის და უბრალო მებზე მუშაობენ, ხო, მომლელება და ასე შემდეგ. თავიანთ ქვეყნის შიგნით რას აკეთებენ, რომ იმ მაღალკვალიფიციურ წესიერ ხალხს, ვინც ცხოვრობს და მათ არ მისცეს რუსული წარმოშობის გამო მოქალაქეობა, აი ამდენი ხანია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 34 წელია გასული, ხომ? არ მისცეს მოქალაქეობა და ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაშიც უკვე შემთხვევები გახშირდა, რომ ბინადრობასაც ართმევენ, ფაქტობრივად კერძო საკუთრებასაც შეეხნენ და მათ ასახლებენ ამ ქვეყნებიდან დეპორტაციას უტარებენ რუსეთში. რა, იმიტომ რომ რუსები არიან წარმოშობილი, ეთნიკური რუსები. ეს ენით აუწერელი ფაშიზმია, რაც ხდება. ახლა აღარაფერს ვამბობ იმას, რომ ამსხრევენ იმ ძეგლებს, მონუმენტებს, რაც ომთან არის და პოლიტპატიმრების საკითხი. ვინც ხმას ამოიღებს და ერთ-ერთი არის ალგირდას პალეცკის ლიტველი ჩემი კოლეგა მეგობარი 2012 წელს საქართველოში ყავდა მოწვეული ჯაშუშობის და 1000 სისულელის გამო არის ვითომ ჯაშუშობის გამო დაპატიმრებული კაცი რატომ რომ თქვა მან რომ 91 წელს რაც ვილნიუსში მოხდა ტელეცენტრთან სროლა რო იყო და აი ზუსტად იმ მაიდნის და რუმინეთში ჩაუშესკუს დროს ჩაუშესკუ რო დაამხეს და იქ რო სნაიპერები ესროდნენ უიარაღო ხალხს მე ჩვენ ნახეთ უკრაინაში ესეთივე ამბავი და შუალეთში ლიტვაში იყო ეგ ვილნიუსში რომ სნაიპერებმა ესროლეს უიარაღო მშვიდობიან ხალხს ლიტველები დახოცეს იქ და ამით ააგორეს ტალღა ანტირუსული ანტისაბჭოთა და ყველაფერი ეს თქვა და მე უკვე გვიანის თქვა რომ ეს ტყის ძმები ეგრეთ წოდებული რომლებიც ომის შემდეგ ებრძოდნენ ლიტვაში საბჭოთა ხელისუფლებას როდესაც ფაშისტებისგან გაწმინდა საბჭოთა არმიამ დაახლოებით 5 წელი კი არა 10 წელი იყო ეს ეგრეთ წოდებული პარტიზანული ნაციონალისტური რომელიც მოფაშისტო იყო და ფაშისტებთან თანამშრომლობდა და შემდეგ უკვე ტყეში გავიდნენ რომ საბჭოთა ხელისუფლება მათ ყველას დაიჭერდა და არჩიეს მათ წინააღმდეგობა და თქვა რომ ამ ტყის ძმების გამო დაიღუპა რამდენიმე 1000 ლიტველი მათ შორის 1000-მდე ბავშვი დაიღუპა ირიბი შედეგებით ამის გამო ეს კაცი დაჭერილია და მე მინდა რომ ვთხოვო თქვენს რეჟისორს ის პატარა კლიპი ჩართო აი იმათი სახეები და სახელები ვნახოთ ვინ არიან დღეს პოლიტპატიმრები გთხოვთ ჩართეთ
ესე იგი ყველანი ციხეში. ეს ხალხი ყველა ამ წუთის აი თქვენ რო თქვით ნულოვანი ტოლერანტობა, ამა ეს დამნაშავე და კრიმინალები კი არ არიან. ჟურნალისტები არიან, თავიანთ საქმეს აკეთებენ და სიტყვას ამოიღებ, აი ორი ჩემი მეგობარი პალეცკისი გითხარით, ალგირდასი, დიპლომატი არაჩვეულებრივი ლიტველი კაცი და ანდრონოვი ალექსეი, რომელიც ესტონეთი და ერთად ვიყავით ჩვენ რაღაც აი ჟურნალისტური დონბასში. და ეს კაცი დაჭერილი აივო პეტერსონიც ესტონელი, რომელთაც მე ინტერვიუ მივეცი YouTube-ზე დევს დღესაც, ეს აბსოლუტურად ღიად პატრიოტი ხალხი და წესიერი ხალხი და ციხეში არიან, არაფრის გამო. მათი აზროვნების გამო და ზუსტად ხო ის რომ არიან თქვათ არ არიან ნატოს მომხრე და ფაშისტები არ არიან და რუსებს არ აგინებენ. ხო ჩვენ ასე შორს სააკაშვილის დროსაც არ შევსულვართ, მადლობა ღმერთს. და ეს ადამიანები ძირითადად რუსები არიან ეროვნებით თუ? არა, აი პალეცკისი, პეტერსონი, ეს სუფთა ეთნიკურად ლიტველი, ესტონელი, იქ ზოგი არის რუსული გვარი აქვს, მაგრამ დედა ლატვიელი ყავს თქვათ, შერეული ოჯახები არის, იცით, რომ ზოგი პირიქით არის თქვათ რუსული გვარი აქვს ვიღაცას და არის ანტირუსული ნაციონალისტი, ეგეთებიც არის. ეს არის დასავლური დემოკრატიის სახე. ხმას ამაზე არიღებს ევროკავშირი. სად არის მათი ადამიანის უფლებების დამცველები, სად არიან ეს ამნესტი ინტერნეიშნელები და ეს ისენი მაიმუნები მაპატიეთ სულ ყველა. ხო, აი ეს ხალხი კონკრეტულად ციხეში რო არის და ალგირდას პალეცკის ეხლა იქ არ ვიცი ფოტო თუ აქვს თქვენ რეჟისორს აჩვენოს, რას დაამსგავსეს კაცი ციხეში. არაჩვეულებრივი სიმპათიური ეს თავისუფლებაზე ალგირდასი და ეხლა რას გავს აი ეს პროცესებზე. აი ეს კაცი ეხლა ხო იმაზე მიშაზე რო შექმნეს ამბავი მოწამლესო, ეს მოწამლეს კი არა, რა დღეში 2018 წლის ბოლოდან არის კაცი ციხეში. და კაციშვილი ხმას არიღებს. ხმას არიღებს, ჩვენ ვიღებთ ხმას და რუსები ეხლა გამოდის ის ზახაროვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა რა თქმა უნდა მხარს უჭერს ამ კაცისთვის, ეს დიდი იშვება მორალურად, მაგრამ აი რას დაამსგავსეს ფიზიკურად. ეს კაია კალასი თუ ცუდია კალასი. არ ვიცი, ცუდია კალასი. და ის ურსულა საერთოდ ერთმანეთს ებრძვიან, ეს სწერვა ქალები მაპატიეთ ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ ნუ საერთო აი ამ დესტრუქციულ საქმეს ემსახურება ორივე. როგორ ფიქრობთ, აი ყველაფერი ეს რო შევაჯამოთ? დამოკიდებულება ვაშინგტონის ოფიციალური მაგალითად ევროკავშირის მიმართ, თვითონ შიგნით რაც ხდება ევროკავშირში. ეს ყველაფერი მივა იქამდე თუ არა რომ დაიშალოს ევროკავშირი. ნუ დიცილად ახლა ამაზეა ლაპარაკი, ბევრი კომენტატორი, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ტრამპის ეს ამაზე ვეღარ მოვასწარეთ საუბარი, რომ ახალი დოქტრინა მიიღო ადმინისტრაციამ უშიშროების, რომ იქ რუსეთი საერთოდ საფრთხეებად არ განიხილება. და უფრო მეტად ამერიკის ესეთი რისხვა მიმართულია ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. ამან შეიძლება ევროკავშირი დაშალოს კიდეც, მაგრამ უფრო თუ გონება ეყოთ მათ, უფრო კონსოლიდაცია გამოიწვიოს ევროპის, ოღონდ სხვა საფუძვლებზე, იმ საფუძვლებზე, რაზეც აი ეს იდგა, ეს არის დამღუპველი ევროპის. ბიუროკრატია, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია არავითარ შემთხვევაში მაგაზე არ წავა ისე. თუ მოხდა რევოლუციური სცენარები და ევროპა არის რევოლუციების კონტინენტი ისტორიულად და ეს აუცილებელი არ არის ახლა ეს პარიზის კომუნა და ასეთი იყოს, მაგრამ ჩვენ რატომაც არ გვინდა ახლა ქართველებს რომ იყოს ევროპაში კარგად საქმე. იყოს, რუსებსაც უნდათ ეს. ხო, რომ არ იყოს აგრესია აღმოსავლეთისკენ მიმართული, საერთოდ არ იყოს ევროპა აგრესიული, როგორც დღეს არის ეს გლობალისტური ევროპა. და არც ფაშისტური არ იყოს კიდე მეორე მხრივ არა მხოლოდ აღმოსავლეთისგან, არამედ თავისივე მოსახლეობის მიმართაც რომ იყვნენ სხვანაირοι. რა თქმა უნდა, მე ძალიან გული შემტკივა, იმიტომ რომ იქ ცხოვრობდი და ვსწავლობდი ევროპაში. დაიბრუნოს ევროპა. მე ვარ ამისი მომხრე. დაიბრუნოს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. პირიქით. მე ვემშვიდობები ჩვენ სტუმარს და ცოტა ხანში უკვე მორიგ სტუმართან მამუკა არეშიძესთან ერთად დავბრუნდები.